კლასიკა იყო ჩემი საწყისი. ვიკრავდი ფლეიტაზე, ფორტეპიანოზე, ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში და რაღაცნაირი ამომავალი წერტილი იყო, ის ენა იყო, რითიც საუბრობდი. ბავშვობიდან აუცილებლად კლასიკიდან. ეგ იყო ჩემი პირველი შეგრძნება, რომ მუსიკამ როგორც რაღაცა ამ ქვეყნიერებიდან როგორ გადამიყვანა სხვაგან ზომილებაში. ელექტრონულ მუსიკამდე დიდი გზა გავიარე, ბევრი ჟანრი გამოვიცვალე და საბოლოოდ ყველა ჟანრს ვუსმენ. რომ ყველაფერშია რაღაც გემოვნებიანი და კარგი. თავიდან ძალიან კარგი მსმენელი ვიყავი, მე ესე ვთვლი, რომ კარგი მსმენელი ვიყავი. და ნელ-ნელა ეს სურვილი გადაიზარდა იმაში, რომ შეიძლება და მეც რაღაც შემექმნა. კლასიკურ მუსიკაშიც ქმნიდი. სურვილი გამიჩნდა, რომ მე თვითონაც რატო არ ვცადო. აღარ ნელ-ნელა ეგ რა თქმა უნდა. მსახიობი და ვარ. ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, ვარ სტუდენტი სამსახიობო ფაკულტეტის და თამაშობ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. თეატრში ვმუშაობ, ამჯერად სახელოსნო 42-ში, მაგრამ დაკავებული ვარ სხვადასხვა სპექტაკლებშიც. რაღაცნაირად სარკე არის ჩემთვის თეატრი და პორტალი რაღაც სხვა სამყაროში სამოგზაუროდ. მუსიკა უნდა გიყვებოდეს ამბავს აუცილებლად. უნდა გქონდეს ის დრამატურგია, ის განვითარება, კვანძის გახსნა, ყველაფერი, მოკლედ, დაწყება, განვითარება, კვანძის გახსნა, ფინალი. ეს არის გარდაუვალი. ყველაფერში არის ეს დრამატურგია და მუსიკაც ამ ენაზე უნდა გელაპარაკებოდეს აუცილებლად. იცით როგორ არის რაღაცები შეიძლება ვერ გადმოსცე 100%-ით სცენაზე ის რაც შენ გინდა, იმიტომ რომ მაინც ჩარჩოში ზიხარ და გიწევს მიმართულებას გაყვე. და რა თქმა უნდა, იგიც ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მან მთლიანად ჩართული ხარ, მაგრამ მუსიკას რაც შეეხება, მან გეძლევა საშუალება, რომ შენ ინდივიდუალურად რაც გინდა, რომ შენგან ამოიღო და არა ყველანაირი ჩარჩოების გარეშე დადო, ასე ვთქვათ, და ხელშესახები გახადო, ალბათ ეგ მუსიკაა.